უკრაინის ამბებსაც უნდა შევეხოთ. უკრაინის გეოპოლიტიკური პასუხი რუსულ ტერორზე ომი მოსკოვის კარიბჭესთანაა გასულ ღამეს უკრაინულმა დრონებმა კრემლის სტრატეგიულ ლოჯისტიკურ და ენერგეტიკულ ჰაბზე მასშტაბური ერიში მიიტანეს. 50-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატის სამიზნე მოსკოვის ოლქი გახდა, სადაც სრულად განადგურდა ვალდენბერგის გიგანტური საწყობი და ნოგორსკის ნავთობაზა. დარტყმების გეოგრაფია ტამბოვის ოლქზეც გავრცელდა, სადაც იერის მოჰყვა მსხვერპლიც. კიევის ეს წარმატებული ოპერაცია ვოლოდიმერ ზელენსკიმ და უკრაინის მთავარსარდალმა უკვე ოფიციალურად დაადასტურეს. პარალელურად ვრცელდება კადრები, როგორ იქცა საკუთარი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საფრთხე თავად რუსეთის გაუმართავი საჰაერო თავდაცვა, რომლის მიერ, ასე ვთქვათ, ჩამოვარდნილი ჭურვებიც ჭურვებმა საცხოვრებელი სახლები გაანადგურა. სალომე ბოკუჩავამ გადახედა გუშინდელ და დღევანდელ ამბებს, რა ხდებოდა მოსკოვში უკრაინის და უკრაინული დრონების შეტევის შედეგად და ახლა უფრო მეც მოგვიყვება სალომე გისმენთ. შეიძლება ითქვას, რომ უკრაინა აგრძელებს შურისძიებას. მოსკოვის ოლქი და არა მხოლოდ მოსკოვის ოლქი იყო მთავარი სამიზნე უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების დრონებით მოხდა შეტევა. მოსკოვის ოლქზე დაბომბილი არის როგორც ნავთობბაზები, ასევე გიგანტური საწყობი ვალდბერისის, ეს არის ლოჯისტიკური ცენტრი, ასევე დაბომბილი მოსკოვის ოლქში და ქალაქები არის გახვეული კვამლში. პანიკური არის მდგომარეობა. ასევე ვრცელდება ვიდეო კადრები, სადაც კარგად ჩანს წყობრიდან გამოსული რუსეთის თვითმფრინავები, რუსული თვითმფრინავები, რომლებიც საკუთარ მშვიდობიან მოქალაქეებსაც კი ბომბავენ. ვოლოდიმერ ზელენსკი უკვე გამოეხმაურა გუშინ და დღესგამთენიისას მიმდინარე ოპერაციას, რასაც უკვე უწოდა წარმატებული, თუმცა უკრაინული მხარე ამბობს, რომ ყველაფერი წინ არის. მნიშვნელოვანია ასევე ჩრდილოვანი ფლოტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები. მოგეხსენებათ, რუსული გემები არის როგორც შავ ზღვაში, ასევე აზოვის ზღვაში და მიმდინარეობს სისტემატიურად მათი დაბომბვა. ამ შემთხვევაში ბოლო ერთ ღამეში შეიძლება ითქვას, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 12 გემი არის მწყობრიდან გამოსული. ეს გახლავთ სწორედ ის გემები, რომლებიც სანქცირებული ტვირთით გადაადგილდებიან და გვერდს უვლიან რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს და ცდილობენ დასავლურ ქვეყნებში შეიტანონ ტვირთი, თუმცა ბოლო 2 კვირის განმავლობაში გაცილებით დიდი არის ზარალი. აქ საუბარი არის ალბათ მილიარდობით ზარალზე, თუმცა ასევე ცნობილია, რომ სულ 172 ხომალდი არის დაზიანებული. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებაც, ვიდეო კადრები მათ შორის, რომელიც რუსეთში არსებულ მდგომარეობას ასახავს. დღეს ჩვენმა შორმანძილზე მოქმედმა სანქციებმა იმუშავა სამ მიმართულებაზე, როგორც რუსეთის ტერიტორიაზე, ისე ჩვენს დროებით ოკუპირებულ მიწასა და ზღვაზე. კერძოდ, ჩვენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ქალაქებსა და თემებზე რუსული დარტყმების საპასუხოდ იერიში მიტანილ იქნა 2 მსხვილ ლოგისტიკურ ობიექტზე მოსკოვისა და ტამბოვის ოლქებში. ფრონტის ხაზიდან 500-ზე მეტი და თითქმის 700 კილომეტრის დაშორებით. აგრესორი მათ იყენებდა დრონების წარმოებისა და სანავიგაციო აღჭურვილობისთვის საჭირო იმ კომპონენტების მისაწოდებლად, რომლებიც სანქციების ქვეშაა მოქცეული. დარტყმა განხორციელდა ნავთობის ობიექტზეც. გარდა ამისა, უკრაინულმა საშუალო მანძილზე მოქმედმა ძალებმა იერიში მიიტანეს სამიზნეებზე აზოვისა და შავი ზღვის აკვატორიაში, ასევე ჩვენს დროებით ოკუპირებულ ყირიმში. უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ მტრის არმიის ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკის სისტემურ განადგურებას. დღეს მოსკოვის ოლქი და ტამბოვის ოლქი დარტყმის ქვეშ არიან. დიდება უკრაინას. გაგრძელება იქნება. ამ ომს პუტინი აუცილებლად წააგებს. საინტერესოა, რა რესურსი დარჩა ტერორისტ ლიდერს იმისთვის, რომ გააგრძელოს საბრძოლო მოქმედებები და ხომ არ გადავა ის ბირთვულ შანტაჟზე. ამის შესახებ ინტერვიუ ფორმულას ეთერში დღეს გავიდა ექსკლუზიური ინტერვიუ გეოპოლიტიკის წამყვანს, მისცა ნატოს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, სადაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრეს. აშკარაა, რომ რუსეთის ეკონომიკა კრახისკენ მიექანება.
შეიძლება არსებობდეს განსხვავებული შეფასებები რიცხვებთან დაკავშირებით, მაგრამ ერთი რამ უდავოა. ომის ეკონომიკამ ქვეყნის დანარჩენი ეკონომიკა პრაქტიკულად შთანთქა. თვითონ სამხედრო წარმოებამაც 2024 წლიდან განვითარების ზღვარს მიაღწია. რუსეთს აღარ შეუძლია იმაზე მეტი რაკეტის წარმოება, ვიდრე ახლა აწარმოებს. ამ დროს უკრაინას შეუძლია უფრო მეტი და უფრო თანამედროვე რაკეტების წარმოება. ამ რბოლაში რუსეთი მარცხდება. ამას ემატება ეკონომიკური პრობლემები, დემოგრაფიული კრიზისი და ისიც, რომ ომის მიმართ საზოგადოებრივი მხარდაჭერა თანდათან იშლება. დიდი ხნის განმავლობაში რუსეთის უმეტესობას სჯეროდა ან თავს აჯერებდა, რომ ეს ომი მათ პირადად არ ეხებოდა. დღეს ეს ილუზია აღარ არსებობს. შესაბამისად, რეჟიმის კრახისთვის ყველა წინაპირობაა. ეს პროცესი მჟავას გავს, რომელიც ნელ-ნელა შლის რეჟიმის საფუძვლებს. რამდენ ხანს გაძლებს ის? არ ვიცი. შეიძლება რამდენიმე თვე გაგრძელდეს, შეიძლება რამდენიმე წელი. თუმცა ჩემი აზრით ეს მრავალი წელი აღარ გასტანს. ამის შემდეგ სრულიად ახალი პოლიტიკური რეალობა დადგება. წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავდით, როგორ იბომბებოდა რუსეთის მხრიდან უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეები, უკრაინელი ხალხი საკუთარი თვალით ხედავდა სისასტიკეს, რუსულ აგრესიას, ახლა კი ომი იგრძნო რუსეთის მოქალაქეებმაც საკუთარ კარებთან დააკაკუნა, შეიძლება ითქვას ტერორისტმა პუტინმა. საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები რუსეთში, როგორ იქნება მოქალაქეების პასუხი აგრესორი ლიდერის მიმართ. შეტევები გრძელდება თითქმის სისტემატიურად, ეს არის ოპერაცია, როგორც უკრაინული მხარე ამბობს, ყველაფერი წინ არის. ბოლო შეტაკებები განვითარდა რუსულ ტერიტორიაზე, რუსეთის ტერიტორიაზე დღეს გამთენიისას, მას შემდეგ პანიკაში არის არაერთი ოლქი რუსეთში და სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.